გაფანტული სკლეროზი, ვიცი რომ აუტოიმუნურია, არ ჩაუღრმავდებით, მაგრამ პროგრამაში სვავენ ხოლმე აი ესეთ პაციენტებს და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს რა გამოხატულებები აქვს და დასაწყისშივე შეიძლება თუ არა მართვა განკურნება კონკრეტულად ამ დაავადებას იმიტომ ჩაუღრმავდი რომ ძალიან ბევრმა მომწერა პირადში ნაცნობებმა და სჭირდებათ დახმარება, იმიტომ რომ სთავაზობენ პროგრამაში ჩართვას. პირველი, რაც უფრო ადრე იწყება ჩარევა, მით უფრო შედეგი ბევრად უკეთესია. ერთი. მეორე, არის დაავადებები აუტოიმუნური, რომელიც კონკრეტულად თქვათ ერთ ორგანოს აზიანებს. არის დაავადებები, რომელიც შეიძლება რამდენიმე ორგანო დააზიანოს. არის დაავადებები, რომელიც სისტემურია, მთელ ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს. დაუშვათ წითელი მგლურა, რევმატიზმი, რომელიც თქვათ შემერთებებს, სადაც კი არის ყველგან იწევს მის გრევას. ანუ იმუნური სისტემა უტევს კონკრეტულად რაღაცაზე. გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში იმუნური სისტემა უტევს ნერვულ სისტემას. ანუ ისევ იმუნური სისტემის დაავადებაა, რომელიც გამოიხატება იმუნური სისტემა გადაწყვიტა, რომ ვერ მიხვდა, რომ ნერვული ქსოვილი მისია და უტევს მას. გაფანტული სკლეროზიც არის უფრო სისტემური დაავადება, რადგანაც ნერვული სისტემა მთელ ორგანიზმში გვაქვს და შესაბამისად უფრო შეიძლება ხანგრძლივი დრო დაჭირდეს, უფრო მეტი პირობების შესრულება დაჭირდეს, თუმცა რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო შედეგი მეტი იქნება. მე ახლა ერთი პირველი შემთხვევა გაფანტული სკლეროზის მქონდა 30 წლის წინ. ახალგაზრდა ქალბატონს ეხებოდა და ეხლა ჩემი ყოფილი თანამშრომლები თუ ნახავენ ამ ვიდეოს გაახსენდებათ ეს შემთხვევა, სადაც სერიოზული რემისია მივიღე და ეს გოგონა, ესე იგი, გარდა იმისა, რომ პროცესი გაჩერდა, ნაწილობრივი აღდგენაც მოხდა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, როცა ჩვენთან მოვიდა, უჭირდა გადაადგილება, ხო? და როდესაც მოხდა შეჩერება პროცესი და ნაწილობრივი აღდგენა, ამ გოგონამ დაიწყო ნორმალურად გადაადგილება. და ეს წლების მანძილზე ხა სანამ მეხმიანებოდნენ, ვიცოდი რომ ეს გოგონა ნორმალურად იყო, ახლა იმის მერე 30 წელი გავიდა, ვერ გეტყვით სადაა როგორა, მაგრამ ფაქტია რომ წითელ მგლურაზე მაგ კიდე ერთი შემთხვევა, მისი ერთი უნიკალური შემთხვევა, რომელიც სრულად განიკურნა, ახალგაზრდა ქალბატონს ეხება ესეც, ისიც ალბათ თუ ნახავს ამ ვიდეოს გაიხსენებს თავის ისტორიას, ანუ ესეთებიც ხდება, როცა წითელი მგლურა სისტემურია და საკმაოდ რთული დაავადება.